ჩვენი შოუს დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ ყველაზე კრეატიული პოლიტიკოსი, მე მგონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოსი, ზურა ჯაფარიძე. ჯაფარა! არასრული სახელით წარადგინე ოღონდ ზურა ირჩი ჯაფარი. ხამაზე შემდეგ მინდოდა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან. სალამი, ჩემი ფეხი იყოს კეთილი. პირველ რიგში ახლა ძალიან ჯერთი არ ვიცოდი როგორ დაგხვედროდი, იმიტომ რომ იმდენად არაორდინალური ადამიანის ზოგადად არაორდინალური ადამიანი ხარო, ვერ მივხვდი როგორ დავხვედროდი. ანუ ყველაფერი მეჩვენებოდა ძალიან უბრალოდ, მაგრამ როგორც იქნა დაგხვდი. არა, ჩვეულებრივი ვარ ვაფშე. აი ესეთია ჩვენი სტუმარი სინამდვილე. ეთო საქმე მაქვს ეგეთი, რომ ისე ჩვეულებრივი. როგორია ნამდვილი ზურა ჯაფარიძე? პირველ რიგში როგორ ემზადები არჩევნებისთვის, ეს ახლა განსაკუთრებით ამ პერიოდში ყველაზე მეტად ესაინტერესებს ხალხს. გავდი, ძირითადად იდეაში დიდ ბოჭუღურეთში უნდა დავდიოდე, მაგრამ მიწევს რა ვიყო ყველგან სიარული მთელი საქართველოს მასშტაბით. ქორწილებში. მათ შორის ხო. ქორწილები, ბარები, რაღაც ივენთები, მუსიკალური. ის რეგულაციების გამო აუგზავნეს ხალხს ყველაფერი. ხო, და ერთადერთი რაც არ არის აკრძალული, არ არის პოლიტიკური კამპანიის ჩატარება და აგიტაცია და ეგეთი რაღაცეები და შესაბამისად რავი, რაღაცებს ფუთავთ როგორც პოლიტიკურ ღონისძიებას, მაგათ ქორწილი თუ გაქვს, ჩვენ მოვდივართ და ვიძახით, რომ რავი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური კამპანია. რომელშიც სადაც პარალელურად ვიღაცები ჯვარს იწერენ რა. და პოლიცია მოდის, მიდის რა. ეგეთ ქორწილი ჩავატარეთ, იქითა შაბათკვირას თუ დაჯავშნილი ვარ. ოღონდ მართლა. სხვათა შორის მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის გადამწყვეტი რაღაცები სწორედ ქორწილებზე და ესეთ შეკრებებზე წყდება ხოლმე რა. ეს ხო არ იყო ინსპირაცია იმისი, რაც გააკეთეთ, უბრალოდ სისტემას ჩასაფრებული ხარ და სადაც რამე არა, ჩასაფრებული არა ვარ, მაგრამ გონია რომ ზოგადად ეს შეზღუდები და მაგის გადაც კიდე მილიონი სხვა შეზღუდა არსებობს, არის არასწორი. ანუ ბევრი არასწორი კანონი და ბევრი არასწორი რეგულაცია გვაქვს და ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ადამიანებს დავანახოთ ამ კანონების და ამ რეგულაციების აბსურდული ხასიათი. ქორწილი ისეთი ამბავია ახლა, მთელი ცხოვრება გახსოვს, რავი, ხალხი გეგმავს რაღაცა რესტორანია, მუსიკა, გადაღება, სტუმრების დაპატიჟება, ისა და უცებ გეუბნებია რომ ოპ რაღაც შაბათს ქორწილი რო გაქვს, რომელიც არის ზეგ, გეუბნება რომ არა, ვერ გექნება ქორწილი და აი ესე ხო და აი რა ეს ქორწილი მეტი გაქვს თუ სადმე კლუბში ქვემოდან ხელი. არა, ეს კლია, ეს ერთ-ერთი პოლიტიკური შეხვედრა, ხო? ერთ-ერთი პოლიტიკური შეხვედრა. ეხლა საერთაშორისო შრომის ინსპექციამ დააჯარიმა რაღაც დაწესებულება, სადაც ვიღაცებს ჰქონდათ ქორწილი და დააჯარიმეს, იმიტომ რომ იტყუებოდნო პატარძალიო არ იყო თეთრი კაბითო, მაგრამ დავადგინეთ რომ ქორწილი იყო და დააჯარიმა. საგიჟეთში ცხოვრობთ, რომ მოიწყო რომ პატარძალი კაცია. თან შრომის ინსპექცია რო აჯარიმეს. შრომა ვაფშეში. აი ვანიკოს ორი შრომის გაკეთდა მე. მეფეს შრომა არ დააცარეს. რაღაც კითხვა. ხო და რა არის იცი აი ძალიან არ არის ეს არავითარი ხუმრობა, ძალიან კრეატიულები ხართ შენ და შენი გუნდი ვინც იქ. ჩემზე არის რა, ბევრი ხალხია გიჩი და თან ჩვენ გვაქვს კი, ჩვენ გვაქვს Facebook-ზე გვაქვს 15000 კაციანი გიჩის ბაბლი ქვია რა. ხო. სადაც აი რავი ვისანახავ და რა ხო და ეხლა თან რაღაცნაირად იმის გამო ეგეთი რაღაცების კეთება დავიწყეთ ყველა ტვინი რაღაც მაგისკენ არის მომართული ნებისმიერ სისულეს რომ მოისმენო მთავრობა ამაშება ეგრევე ყველა ტვინი მიდის იქიდან აბა შეება სათშება გავხრიკო და არ არის ცუდი იცი არა ძალიან კაი აქაც ძალიან ორიგინალური ადამიანი ხარ უყურე ხარ ერთ-ერთი მისი საარჩევნო პლაკატი გინახავს არ ეგეთი არ საქართველოს ისტორიაში აი ხო გახსოვს პური უნდა ცხებოდეს იმაზე მაგარი აქვს რა თონეში გადამხვდარ კაცზე მაგარი აი რო ეხვეწება აქ ეს პეშვიც უნდა, პეშვი. თქვენთვის მინდა ეს სიკეთე. აი ესეთი ძალიან მაგარი პლაკატი. ეთი რა. აი საიდან არის, იცი, ეგ არის 2012 საპრეზიდენტო კამპანია რო იყო Facebook-ზე რაღაცებს სკროლავდი და ვიღაცა უცხო ტიპი იყო ასე არა ვარ ვიყო აღარც მახსოვს რა. წერდა რომ ვერ ჩამოყალიბდიო რაღაც ჯაფარას მიცეხმაო თუ ვიღაცას არ მახსოვს ვინ და პროზა სელფი გადავიღე ესე და დაუპოსტე რა. და მაქედან გავცემდა რომ ხო და ეგ გადახატეს და პოსტერად გააკეთეს. სხვაზე რა თუ ჩაუღმავდა აწერია და მარტო ეს არის მესიჯიც არ მაქვს რომ ამას კი არ პისტოს 36 აწერია და ესე. მუშაობს როგორ. მაგას გავიგე. ბიჭო, იდეაში ხოვნა ქართლა მუშავა. ჩემი ამორჩეველი მაგაზე ერთობა და შინაარსაც ხდება და დუქსაც ხდება და ყველაფერი, მაგრამ დიდუბეში მეუბნებიან რომ
გამითხრეს ერთგვარი დიდუბელებს უნდათო აი ლიდერი მებრძოლი ტიპიო და შენ კიდე გახარ და რაღაცას უწევიო და აი რამე პასუხი არ ვიცოდი აი ზუსტად და აი მაცადეთ დიდუბელებო და აი ხვეწნა და ხმალი რო ეჭიროს ერთხელში და ერთხელ ხმალი და ის რაღაცა ანეს და გირჩის მურაბა ეს რა საოცარი რამეა ეს არა კი გირჩის მურაბა არის ძალიან დიდი ხანი მუსირებდა ეგ ამბავი რომ სადღაც ეს ჩემი სწრაფი ლაპარაკის ამბავი გამოეყენებინა და ბოლოს მაინც გირჩის მურაბას დააჯდა გირჩის მურაბა არაჩვეულებრივი საშუალება სუსტი ბრონქების პატრონებისთვის გირჩის მურაბა ასევე აღწორებს წარმოდგენებს სახელმწიფოზე ხსნის შიშ სისტემის წინაშე და აუმჯობესებს ეკონომიკურ ხედვებს გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესახებ მეთოდებს მოდი ერთი ამბავი გვაქვს ზურასთვის და თქვენთვისაც ამბავია ეს ჩემთვის ამბავი აბა რა ამბავი უყურე მისი საუბრის მანერა ხო იცით ხო აი ძალიან ბევრი რეპერსაც შეშურდება რა სადღაც შეიძლება ემინემს წამოეწიოს შემდეგ მომავალ არჩევნებზე ძალიან მაგას ხო მაგას ბაზრობს ჩვენ ავიღეთ ერთი თემა ავიღეთ მუსიკალური თემა ავიღეთ და ავიღეთ შენი ერთ-ერთი ინტერვიუ ერთ-ერთი გამოსვლა სპიჩი რა სატელევიზიო ეთერში ერთ-ერთი და უბრალოდ ავიღეთ ერთი და დავადეთ მეორე ეხლა ნახე რა გამოვიდა შეიძლება მოვისმინოთ ეს შეხედეთ რამე გაიზარდა, ანუ სოფლის მეურნეობის წილი გაიზარდა მთლიან ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობის გამოშვება რო შეადაროთ იმას ბოლოს წლებში 100 ფული დავხარჯეთ, ყოველ რაღაც გამოშვებული ერთად დახარჯული გაქვს ლარი და 30, და უფრო მეც ხარჯავ ბიუჯეტიდან, ვიდრე გამოიმუშავე. რომელი წარმატებაა ლაპარაკი. რეგიონებში დაგხალხა რამე გეუბნებია რომ ფანტასტიკური შედეგები და აუშენდი და კარგად ცხოვრობ. ეს ხაბარი ინდუსტრიის ესე უნდა შემოხატო. აი ესე უნდა შემოხატო. შო გამასვლები თუ შედა პირველ შო გაიზარდა თავისუფლად მატერიალ დაწყობილ ბიზნესის კეთება თუ მოკლედ ეს ჩვენგან კიდე თუ არაფერი ხარებია თან იცი რა არის ანუ რეპში არიან ხოლმე რა აი შენი ეხა აი რეპერებისთვის ჩაითვლება ესე ტექნიკურად რთულად რო რეპავენ იმიტომ რომ ძალიან ჩქარი ფლოუ გაქვს ჩქარა რითმა ვასე რომ მე ვფიქრობ რომ რეპშიც გამოგივიდა და ძალიან კარგად ბატონაც არა ეგ გადაგჭა მე მგონი და სხვა შეიძლება ესე არ დაჟე მუსიკა იმდენად არა სპიჩი იყო გამასრულებინე თუ შეიძლება ალბათ კარგი თამაშები არ შევცხოთ თან ისეთი კაი სტუმარი ყავს რომ მე მგონი კარგების საშუალებას გვაძლევს რა კარგი თამაშები ზად ხართ ბატონო ჯაფარ თამაშებისათვის გასართობი თამაშები გვაქვს ისეთი რომ ბევრ ფიზიკურ დატვირთვას გონებრივ დატვირთვას ძალიან არ მოითხოვს აუ რატომაც და ხალის ძალიან მალე დაგიბრუნდებით კარგი თამაში ხო და როგორც დაგკიდი რაღაცა თამაშები გვაქვს შენთვის მომზადებული და პირველ თამაშს აგიხსნი ძალიან მარტივია შენ უნდა აიღო ტელეფონი უცნაური ზარი მეგობართან ესე ქვია უნდა აიღო შენივე ტელეფონი დაურეკო შენივე მეგობარს და რა თემაზეც გინდა ელაპარაკო უბრალოდ ჩვენ გვექნება აი ნახე ესეთი დასტამაკ აქ უცნაური სიტყვების ხო რომელსაც ლაპარაკის დროს შემოგაშველებ ხოლმე და შენ ეს სიტყვა აუცილებლად უნდა გაიმეორო ანუ გამოიყენო დიალოგში ეხლა ნიკო უფრო დაწუნებისას არა ეგ არა რაზეც მინდა ველაპარაკები რაზეც გინდა ელაპარაკები და უბრალოდ ეს სიტყვა უნდა იყოს გამოყენებული როცა გაჩვენებ და უნდა ეცადო რაც შეიძლება კონტექსტ რაღაცა მოუფიქრო ამ სიტყვას და ისე გააგრძელო ის საუბარი რომ მეგობარი იქიდან არ მიგიხდეს მეორე სიტყვაზე რა არ უნდა დავიწვათ ბოლომდე ნახოთ რამდენ სიტყვაზე ახლა ასე შეიძლება რაღაცნაირად აზარტი შევძინოთ მეტი ამ თამაშს კიდევ მზადა ხარ როგორ უნდა მოემზადო ამას აი ხო არა მზადა ხარ ზარის განსახორციელებლად კარგი მეორე კითხვა შენ სხვა ტელეფონები უნდა ხარ არა თანახმა ხარ ეგრე შეიძლება დავაი წავიდა აბა წავიდა რეკავ ევრეკავთ კაი ხმას ვთავ და თქვენც გაიგო ხო და აი მიკროფონთან ახლოს გეჭიროს აი ეს აი ოჯაფარ სალამ როგორ ხარ რავი შენ რავი არა მიშევს ჩვენთან რამდენი მაჟორიტარია ოლქში ჩვენთან არის დოლიზე შენ ისკედი 5 ის ვიღაცა რო დადგა ბოლოს არა არ დადგა ოფიციალურად ამ დროს და თქვა რომ დგებიო და მე აღარ გამოჩნდა არ დადგა ლორდკიფანიძე დიმიტრი ლორდკიფანიძე ხო იცი რა მაინტერესებს ჩვენთვის იდეაში ერთწინადებაში რა შეიძლება თქვა რა არის მთავარი გამოწვევა დიდუბეში
დიდუბეში მთავარი გამოწვევა, ესე განსხვავებულად იდეაში არანაირი გამოწვევა არ არის. იგივე გამოწვევა, რაც სოციალისტთა საქართველოში და ეგ უნდა გავაგებინოთ იდეაში ხალხს ჩემი აზრით, ანუ ესე კონკრეტულად მაჟორიტარი მოვიდა და გადაგიგოთ, მაგით საქმე არ გვარდება რა. ოკეი. და იცი რა მაინტერესებს? პრეზიდენტზე რო ვიღადაოთ, იდეაში გამოგვადგება კამპანიაში თუ არა? ეხლა პრეზიდენტზე რო ვიღადაოთ, რაში ანუ სხვა რაღაცაზე ვიღადაოთ, რაც უფრო ესე, ანუ უკონტექსტუა ცოტა ეხლა. უკონტექსტო იქნება? გირჩმა რო ვიღადაოს, რავი, რამე გააკეთოს ესეთი საღადაო და ისედაც ვადაოთ ხოლმე მაგაზე. ხო, ისედაც გადავთ მართალი ხარ. და იცი რა მაინტერესებს კიდე? ეს მოსაწევის თემა ჯობია რომ წინ წამოვწიოთ, ხმებს მოიტანს თუ პირიქით ჯობია რომ მოსაწევი და რაღაც ნარკოტიკების რაღაც ამბავი პირიქით მაგაზე ნაკლები ანუ თუ აშუქება. საჭიროება მოითხოვა იდეაში, რავი, ყვიდივართ ისედაც მოსაწევზე და ეხლა საჭიროება როგორ უნდა მოითხოვოს? ანუ თუ ვიღაცა ტიპი ეხლა ჯერეს ურეკავენ, წერენ, იმაშვებიან ყოველდღე რომ აი მოსაწევზე დაიჭირეს და თუ ვინმე ეგეთი დაიჭირეს, ვიყვიროთ და ისე ეხლა კონკრეტულად ოკეი, კი. იცი რა მაინტერესებს კიდე? ის ქალი რო გაიჩიტა რაღაც ბევრი ისენი რო აქ მაზე აღმაშენებელზე ბაცები, შუშებზე რო უნდა იმას გააკრას. მაგას ხوار დავკონტაქტები ვარ შენ. არა, ჯერ. არა, აი ეგ მართლა ჩქარა ვქნათ რა, გასაკრავი გვაქვს რაღაცები. როგორი თემა, ის მანდ ჯობია, მე მგონი რომ ბანერივით გავაკრათ, ანუ პოსტერებს ხო არ ავაკრავთ. და ჯერ გავარკვიოთ რაღაცა გვინდა ბანერი, როგორი ფორმის ბანერი უნდა გავაკრათ და დავურეკავ რა. აუ, კიდე რა მინდოდა, იცი მეკითხა. ის რო გააკეთეთ, მაშინ მეუბნებოდი, მაგრა წაიღო იმაზეო, TikTok-ზეო, შენ და თინათინი როცა ყავთ ჭიპი რო გიჩანთ. რამდენი view ქონდა მაგას? აუ, ორ დღეში ქონდა 30,000 და მე აღარ 30,000 მაკაცვა ნახა? კი. და დაშე გავანიუსეს კიდევაც. შენა და ეს ის ტიპები რო შემოდიან ხოლმე იმაზე Facebook-ზე გირჩი არ არკო და გირჩი არა ციყვი და რაღაცებს რო ბაზრობენ ხოლმე. ხო. მაგ ხალხს რო რაღაცნაირად Facebook-ზე რამე დაუპირისპიროთ შეგვიძლია? არ მესმის. არაფერი, კაი, დაიკიდე ესა. მოიცა შევიდე შიგნით. ვეცა? კიდე იცი რა მაინტერესებს? ეს ბორდელი რო ქონა გახსნილი. ალო. ხო. ბორდელი რო ქონა გახსნილი იმაზე. ხო. მაგ თემაზე არის შანსი რომ დიდუბეში აი ეგ გაგვიხსენონ რომ აი ხმას არ მოცემ ბორდელი. არა, ვაფშე არ ახსოვთ? არ ახსოვთ. ბორდელი ქონა გახსნილი და არ ახსოვთ საერთოდ? დაჟე საწოლი რო ქონდა გახსოვს იქ წითელი საწოლი რო გვედოდა სექსტოის რო გვეყარა. კი, მახსოვს, მაგრამ დიდი ხანი ვაფშე არ დაუხსენებია. ხალხს აღარ ახსოვს საერთოდ, ხო ეგ ამბავი? ვაფშე არ ახსოვს ეგ ამბავი. ის გოჭი რო ასეინე ეგ ამბავი მოწონთ ჩუღურეთი დიღომში. ეგ ძალიან მოიწონათ გოჭის ასეინება ძალიან მოიწონათ, მაგრამ ესე არავინ არ გეტყვის, ეხლა რომ აუმაში რა გაიქენით გოჭი რო გაასეინეთ. ერთი ჯერადი იყო რაღაცა მუსტი შექმნა ეს სამიზე ხალხმა რაღაცა და იმასნა, მაგრამ ესე რო კითხო ეხლა რა გააკეთა ჯაფარამ ორი თვისით ხო, ანუ გოჭს არავინ არ გაიწენებს. აუ, ტყუილა ვიწვალე ამდენი, ხო? ანუ აკრობატივით რო გადავდივარ ყირაზე ამდენ რაღაცებს ვაკეთებ, აზრი არ აქვს, არავის არაფერი არ ახსოვს, ხო? შესამაგად ჩახდა ახსოვთ. ჩახდა ახსოვთ, ხო? კი, ჩახდა ახსოვთ, ბაზარი არ არის. კაი და ის ტიპი რო იყო, ერთი რო გთავაზობდა რომ რამდენი მოსაწევის გინდათ მოგცემდა ჯოინტები და არიგეთო, ეგ ძალაშია? რა ვიცი, ბოლოს მითხრა და შევეხმიანები თუ დაგჭირდა. აუ, ძალაშია. კი. პრინციპში. კი. ეგ უკვე იყო. აუ, ტრაგის თემა გვაქვს, იტოში მთავარი პრობლემა, ხო? კი. ტრაკი თუ დავავიწყეთ უგე პოლსკის ესე იგი. აი, ოკეი, ძალიან ჯიგარი ხარ, ამდენი ხანი რომ მებაზრე. მე მგონი გადაცემაში გავიდი ჩაქცევი. დაამოღა მე რომ თან პაჰოს საქმესაც აკეთებ. მე ვარ ყველა თქვენი აურჩეველი გავხდით. ხო შეასრულა. რა მაგარი ფანტაზია. შენ შეასრულე. ჩამ დაარტყი ხელი რამე ქენი არ ე არა. დედას გეფიცები. ჩემთვის უკვე მარტივია. დედას გეფიცები ამ არჩევნებზე გადა. არ არსებობს. მე დედას გეფიცები. და ტესლას მოი. ფრენდაიზერს თუ როგორ უი ხო, სხვათა შორის ტესლა თამაშია. გიჩ.com-ზე დარეგისტრირდებით და არჩევნებზე მიხვალ და უბანთან სელს დადებთ.
შანსი გაქვთ ტესტა მოიგოთ. რას ლაპარაკობ? ერთი არა დაჟე. მით უმეტეს. 4 წლის განმავლობაში გვექნება რაღაც დაახლოებით კვარტალში ერთხელ ტესტების გათამაშება. ოჰო. ბევრჯერ რომ მიდიხარ არჩევნებზე. არა, ერთი მსვლელობაში. ვიფასო მომშეულებო. ერთ მხარეს ესლა და მეორე მხარეს 5 კილო კარტოფილი. აბა აიჩი. ქართველო ერო. აბა ქართველი. აბა შეცვლა. აბა ჰე. კარგი, გადავინაცოთ სხვა ლოკაციაში რომ კიდე გავთამაშო. აბა რა. აბა ისე გაყურება ის. როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით ლიდერბეთის ოთახში და ჩვენ შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელსაც ქვია სახელწოდებით გენდერული ცვლილება. რაში მდგომარეობს ესე იგი? ეს თამაში. მონიტორზე გამოჩნდება რომელიმე ცნობილი ადამიანის ფოტო, პოლიტიკოსი იქნება უბრალოდ ცნობილი, უყურთ ქართველი და მას სქეს შეუცვლით. უნდა გამოვიცნოთ ვინ არის. გავიყოფით ორ ჯგუფად, ილო და ჯაფარა იქნება, მე და ნიკო. მოკლედ ამბავი თან იმაში. შევერკინებით ერთმანეთს. რეალურად არც ერთმა ისე როგორც კულებზეა? ჩვენს არაფერი არ ვიცი. გამარჯვებაზეა და მე დაარჩე შევხედავ. ოკეი. ზად ვართ? ველოდებით მონიტორზე? კი. დასწრებაზე ვართ. დასწრებაზე. ვინც გამოიცნობს ეგრევე დასწრება. დავაი. და ჯერჯერობით საშუალო სტატისტიკურ ქართულ ქალს ხედავ. თამაშობთ. ეს უკვე უნდა გამოვიცნოთ ვინც. ეს მართლა უნდა გამოვიცნოთ? ეს უნდა გამოვიცნოთ. ეს მგონია რომ აი Facebook-ში რო უმეტესობა ფოტოა ეგეთ. ეს ის არის, ვიცი ვიც არის. ეს კაციანია. ფეხბურთს ვარ უყურე, ბიჭო, გაგას არის. გულშემატკივრო. გოლ და კვიციანი. კვიციანი. მე მეგონა პროსტა ის იყო. კვიციანია. კვიციანია. ტერმინე რას დააჭირი ასე ტერმინე. კარგი, შემდეგი. ის რამდენი ხანი იყო ის ფოტო? ჩვენ გვეგონა რომ როგორ გამოიცანით რომ კვიციანი იყო ის. აი ჩადონაშვილი ათელაშვილი, გერმიონა. ისევ დამასტრო. ისევ გერმიონა სარგავდა. ჰარი პოტერი. არა გეხვეწები უკან შეიძლება? დამიბრუნეთ. ქალი გინდა ნახო ქალის ვერსია. აჰა. მეგონა ჰერმიონა ჰარი პოტერიდან და თურმე შალვაკოფიდან. ამას გოგო. კარგი. აქ თხოვთ შემდეგი. მარგველაშვილი ხო? მარგოს დაგვასწრო ყველაფერი. არა. ვის ვეჭირები ჩეკა? ეს ამათ ამ ჟანრში თუ ეს ყველას დაგას. იცი რა? ცოტა ესტრადაც გამოუშვით რა. აუ ისე იცი ვის გავს ვინი პუხში რო. მელია. ხო. სიხარ. აუ ახლა ესტრადაც გამოუშვით. თორე ჩაკვა დაიმენა მოგიგო. მეგრელი გოგოა. როგორი მეგრელი გოგო? კაც კიდე ვერ შეეთყობა. ესე იგი გოგოობა ყველა. გოგო არის ეგრევე იწובה რომ მეგრელია გოგოს ვარიანტში. აუ. ეს რო იდგა. სამეს ურაბიში. აუ ნახე. ბებერი ლოპეტოსი. აუ და ბებერი რა სიმპათიჩნი იყო, სიმპათიური. ხო დაბერებულ ბრეტლი კუპესაც გა. სააკაშვილი. რაპორტი დაბრუნდა ეს ოხერი ნახე. ეს შემოbrunდება. გადაწია უკან. აბა ესეთი იცანით. შემოვალ. აი შემოდის. ცნობილები გამოფშტო რომ მოგვიგო ყველა. ო, ვინმე არაპოლიტიკოსები გაუშვი. არაპოლიტიკოს ვინმე უცნობი. ყველა შინელი ჯონ სნოუს. ესე ჯობია. აუ, ასამ. შინელი ჯონ სნოუ. შინელი ჯონ სნოუ არა. შინელი ჯონ სნოუ. კორონა გამოვლილი ჯონ სნოუ. ბიჭი ჯობია, ბიჭი. ძალიან კაი გასართობია, მადლობა ამის. ამას მე კიდე კაი. გავაკეთე გადაცემის მერეც. კი, ახალ რაღაცაზე შევჯექით. ოპა. აუ. ვიცი, ბაქრაძე კი. ისე მოგვეწონა რომ ვიცი თქვა კარდაშიანს არ გავდა? კარდაშიანს როგორ გავს შეხედე ვიცი? მე ვერ ვიცი. კარდაშიანს ქვემოთ რატო არ ანახებენ? ბიჭო რანაი. შემდეგი არა და ამისგან შეიძლება ის ქვედატანი გავიალო. შანსი ამჯერა. შემდეგი წელსდებოდა. შანსი არა. წელსდებოდა და შემდეგაც წელს ქვემოთ ქონდეს გაკეთებული ქალი ვერსიები. ეგეთი ვერსიაც გავაძროთ? ბესელია. ბესელია, ხო. იცი ვის გავს? თურქული სერიალი. არა, თურქული სერიალი არა. არა, თანამედროვე ინდური სერიალი. არა, ბილკოროვია. აიაინის ნაო. ო, ფილა, კი. ბილკოროვ. ბიჭო რა მაგარია. ბოკერია. ბოკერია. გააძრეთ რა ლამაზი ბოკერია. ბაკრაძე
მე ბაქრაძე უფრო დამომეწონა. ბაქრაძე თან ამოუცნობია რანაირად გამოვიდა. იმის ბაქრაძეს ხო იცი სურო პოზიტიური რეიტინგი და ვერავინ ვერ მიხვდა რა პონტი აქვს. ამ აპლიკაციაში ეგრეა. რანაირად გამოვიდა. აკაც ლიდერობს. დავა შემდეგი. და იყოს ხოლმე დაწყვეტ ხოლმე ერთი. ბიძინა. რაო, ვინკო? კიდა. ნახე. აი ვერი ფიქრებ რომ ეხლა ამას აი რამდენიმე აი ვინც ამ გოგოს აწყენინებს არა? მეჯობით ბაქრაძე ისე ყველა ჯური. ბაქრაძე ლიდერობს კი. ბაქრაძე ყველას ერევა. ხო. შემდეგი. იაგო. იაგო. როგორ თქვა? იაგო? და ცოტა მარგველაშვილი მოგიყვანა ბიჭო. ჩემიანი ბაქრაძის მერე მეორეზე. მეორეზე თან ცოტა ისეთი ამერიკული იერი აქვს იცი უფრო და შეხედავ აი ცოტა ლოჯისტიკის მენეჯერი გოგო უნდა იყოს ეს. ვაა აი წაღარო ველაპარაკობთ და ეგ წარმოვიდგინე ეგეთი. აუ, მაინც ეს ხო? ეს მართლა ქალიკის ეგ ეს ხალია. ეს ხალია. ეს ხალი არსებობს. ეს კაცი არ არის, ეს ხალია. ეს ვიღაცას მაგრა გავა. მოიცა კალაძე. კალა. დედასპიცავა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ჯაფარას მოედანზე ვთამაშობთ ახლა. იტალიელი ხალი ეს მე მგონი ყველაზე რთული ამოსაცნობია. რომელიღაცა ვერ არა, გავა. ვიღაცა არის ეს. ვიღაცა ვერ გავა. არის ბიჭო, ვერ ვიხსენებ, ვიღაც არის. ბაქრაძე ვერ გავა. ბაქრაძე ვერ გავა. შემდეგი. ოპა, აი ახალი. მე ეს ელფი ვინ ეს? ვაუ! ბექტების ზანებია. ბექტების ზანებლის ელფი. რომელი ჯობია? მოიცა ხუმრობის გარშე რომელიმე ვიცანი? შენ იცანი? მე ვერ ვიცი. მე ვერ ვიცანი, ვერა. ჯო რაღაც პონჩი არ მგავს, მაგრამ რაღაცით მგავს. იცი გავს. ეგეთი არ ყოფილვარ ადრე. იცი რა? არა პროგნოზირებადი გამოხედვით გავს. ძალიან გაგვიხარდება თუ შემდეგ სეზონში ასეც გიხილავთ ჩვენთან. თავისდან რო პოსტები არა. დიდუბეთ ჩუღურეთში აი ეს იცი ამ ხელა შანსი. გადანერგა ბაზარი არ არის. ბრავო ჩვენს პერსონალ გაიმარჯვა, ნამდვილად. თან ზურამ გაიმარჯვა. ეს თამაში დასრულდა მეგობრებო, რა თქმა უნდა ზურას უპირობო გამარჯვებით ჩვენ შემდეგი თამაშით დაგიბრუნდებით. ვაგზელებთ ჩვენ შოუს, ვაგზელებთ თამაშებს. შემდეგი თამაში არის ძალიან დიდათაც არ განსხვავდება წინა თამაშისგან. იგივე გუნდებად ვიყობით, მე და ნიკო, ზურა და ილო. იგივენაირად ცნობილი ადამიანები გამოჩნდებიან ჩვენს წარმოსახვაში. ოღონდ ამ შემთხვევაში არა ვიზუალურად, არამედ ხმა იქნება შეცვლილი. ცნობილი ადამიანის პოლიტიკოსი იქნება ეს, ცნობილი ადამიანი უბრალოდ არტისტი თუ რა შემდეგ. ვინც გამოვიცნობთ, ის იქნება გამარჯვებული. მე მგონი არაფერი დიდი განსხვავება არ არის. გარდა იმისა, რომ გამოსახულება არ აუ, ხმა ის და უნდა მივხვდეთ ვინ ამბობს. ჩვენ უნდა მივხვდეთ ვინ ამბობს. შეცვლილი ექნება ხმა მხოლოდ. კარგი ბაბა. ვიზუალის ეს გარეთ. ფრაზას მოვისმენთ სხვა. მზად ვართ? აბა. ვარით მახსოვებიათა სალონებზე გახსენით რა უფრო ჩვენ მაგ შესაძლებელი თუ ხედავს ეს გახარია გუბას სანიკიძეს გავს ისე რო არ იყოს შეცვლილი. აუ, არა, შინაასით მივხვდი. არ არის შეცვლილი, მე მგონი გუბას არა. გახარიაო და მანამდე რა. თუ ხედავს ეს თმა მაქვს შესაძლებელი თუ ხედავს გახარ მე მგონი პირიქით აქ აკუბარდია, თქვა. ასიძახი ბიჭო რა აკუბარ. ჩვენი გუნდი ამბობს. ვარით მახსოვებიათა სალონებზე ჩვენ შესაძლებელი თუ ხედავს ეს გახარია ის უნდა გამოეცემა ის, აი, ბიჭო რა კაი. უმანით გზნობს. რა სიმბოლურია რომ აკუბარდია შეცვლილი ხმა გავს გუბას სანიკიძის ხმა სინამდვილეში. რა მივაწოდეთ ეგ ამბავი. მე მგონი ვიზუალში გვიგებენ და თამაში ჩვენ მოედანზე გადმოვიდა სმენა კარგი გვაქვს. სმენაში ჯობნით. თითოეულ ქართველში უნდა იყოს დიდარი მიშა მიშა არის ახლა დიდარი იქნება. ბიძინა ამომრჩევლის სისტემა. ბოლოს იძახ. აუ რაღაც შეგორდა. კიდე ერთხელ შეგვიძლია. ბიძინა კლიპის კიდე ამოდევი. ერთხელ შეგვიძლია რომ მოვისმინო. ბ ბიძინა ამ თქვა მიშა. თითოეულ ქართველში უნდა იყოს დიდარი თითოეულ ქართველ შეუძლია იყოს დიდარი. ვაფშე ბიძინა არის. ბიძინა არის. არა. ბიძინას დავალების მიშა. ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს დიდარი. გასწავლო მიშა რას ვიკეთებ შეცვლილი ბოლოს ამბებია.
ანუ მარტო ხმა არ არის ესე პიროვნებად შეიცვალა ხო საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქე ღვთისა და ერის წინაშე და ტელემაყურებლის წინაშე აიმე თუ დაიფიცა ეგ არის არასდროს არ ამიღია რუსული ფული ეგ არის საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქე ღვთისა და ერის ხო კაი ჯერა დაჯექი ჯერა ხოჩა შემდეგ არ დაგჭირდებათ ნიშნა რიგში შადგომა ძიმე დაგსაგრავს შალვანაშვილი გუგავა მოვა ხო შალვანათელაშვილი გუგავა მოვა ხვა თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა რიგში ჩადგომა საჩვის აღება ჩვენ ხوار გავიდეთ და ითამაშო ბიჭებო ვინმე დაგჩაგრავს გუგავა მოვა აი ზა ეს კარგი ვინმე დაგჩაგრავს აუ მოусმინოთ ხოლმე ის სასაცილოა ძალიან პროვინციას როჩეხება ხარზე მეტად როხას უფრო და შესაძლოა ის არის მოიცა კობახიძე ოპოზიციას ძროხებში ხვდება ძროხას გავს როჩეხება ხარზე ის ცილი მინდა ის ცილი აი ეს ცილი აი ეგ არის აუ ეს ცილი ყოფილი ეს არის სასწაულის ხარზე მეტად როხას უფრო აი ეგ აი ოპოზიციის დამოხებული ჯობია რა საფაცი ფეხზე უნდა გვეკიდოს ესენი ყველა ვინ ჩამოთვალე უნდა გვადარდებდეს ხოლმე სწრაფი განვითარება მაგის საზოს კონკრეტული ფორმულები ესენი ფეხებზე უნდა გვეკიდოს არა ჯაფარა იქნებოდა არა ისე ჩქარა ლაპარაკოს ხორებას შენელებული ჩქარია და შენ ხო საფაცი ფეხზე უნდა გვეკიდოს ეს არის ჯაფარა ის არის გამოიხსნა ესენი ყველა აბარა ბაზრომ ჯაფარა აბარა აი ზაღი ჯაფარა ხوار გიტარს აი ზაღი ჯაფა სამი Men in Black-ი yes განცემის მერე აუ რა კარგი დაასახალისო იყო და ტრადიციულად გაგიკვირდება და დღევანდელი ჩვენი გამარჯვებულია ჩვენი სტუმარი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე რომელსაც ლიდერ ბეთისგან გადაეცემა ლიდერ კარდი რომელზეც დარიცხული არის 500 ლარი და მე იხმარე მშვიდობაში ვა ძალიან დიდი მადლობა ამით თავიდან გეთქვათ უფრო კარგად ვითარიჩო პრიზი რო ის იგივე იქნებოდა დიდი მადლობა ზურაბ დავამშვიდობოთ სტუმარს